რაღაცა მეგონი მატრიცაში ვარ მეგობრებო. Honda Fit-ით ყავს დავეჯახე. ნუ ეს ციფრი აინტერესებდა ჩვენ გამომწერებს ყველას რა. და მაფია ძაღლს ვათამაში. ესე რო აკეთებს. გასაგებია მაფიის ახალი სეზონი რატო არ იწყება. მოგესალმებით ჩვენო ცუდო მეგობრებო და როგორც იქნა დაგიბრუნდით ჩვენი ცუდი დეტექტივის ეპიზოდით და ჩვენი სტუმარი არის G2G. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და აბა წარმატებები. წარმატებები, შენ ჯერ ესეთი თამაში არ გიქნება და მე თავაზობრო 4 კაციანი მაფია ვითამაშოთ. ამის მერე ვითამაშოთ. ორივე ჩავწერო. კიდე აია. მე მაქვს ერთი კითხვა. ხო. სანამ თამაშობ. თუ ნახე ეს ადამიანი შენ პაროდიას რო აკეთებს. ძალიან კარგი იყო და ძალიან კარგი იყო და სხვათა შორის შენი პაროდია კი არ გავაკეთე, გიო მეთქი როგორ გავაკეთე და გიორგიმ რაც გააკეთა, იმისი პაროდია გავაკეთე და გაფუჭებული ტელეფონის პაროდია გამოვიდა. მეგობრებო, აუცილებელი არ იყო რომ პაროდია გაიკეთებინათ, ისედაც მოვიდოდი. კი ბატონო. მოგითხარ. აი. წესები არის მარტივი, იცი? არა. არა. კი. მოკლედ, დეტექტივი ხო გაქვს შენს თამაში, იქნა მოვიპარეთ ეგ დეტექტივი. და დაждდება. დაგხვდებიან დაბლო. არა, ია პიცა და შოგური დაგხვდებიან. კიდევ ვინ იცის რომ 13 ასურელი მამის 126-ში ცხოვრობ. კი. კი, რევია პისტოლეტი დადეს. ეს მართლობდი გავუშვა? ეს მაინც მარტო ჩვენ აქ ძალიან ბევრს იბოდიალებთ რა, ძალიან ბევრს იბოდიალებთ აქეთ ამ ხარეს. ამის 6 საათი გადაწერა. 6 საათი გატოვო. ახლა იმაცემ შემოვლენ მოიცა. ეს ღიურად გქონდა. ჩემი სახლი კი არა. იქით რო წყვილია. ой, ჩვენ მარტო აბაზანას ვიხმარ. ეს მაგარი ვერ ვიწყებ და ვერ ვამთავრებ. მე მეგონა რა ახსენებალას ნახე. ბოლოს დავწერებენ რომ მეთქი რატო ვერ შევედი იმ მოკლედ წესები არის მარტივი. თავიდან გინდა შენ იყავი დეტექტივი, გინდა მე ვიქნები და მე მოგიყვები ისტორიას და შენ უნდა გამოიცნო სიმართლეა თუ თორე. ჯეირას განიშნებს. ჯერ მივხვდი ძალიან ჯერი რა ნი აუგი. და რა ამით მაგადასნა ოიცა ერთი ტოლი. 4 ტურბო და მე გამოვიდა. მოყვე ისტორია. იმათო. კარგი. ჩემი ისტორია არის ასეთი. ჩემი დის შეყვარებული მისივე ტანსაცმლით გავიცანი. აქ არის სწორია თუ არა? ამის დის შეყვარებული. ნათესაობებში ძალიან ცუდად ვარ და ვინ მისი პიცაშვილია, ვინ გამოდის მაზლი და ქვისლი და რაღაცები, არ ვიცი. ნახე, პოტენციური სასიძო. შენ ხარ სასიცო? არა. ის. ჩემი დის შეყვარებული. შენზე არ არის ეს. არა. ჩემი დის შეყვარებული გავიცანი მისი ტანსაცმლით. შენ დის? არა. იმ შეყვარებულის ტანსაცმლით. ერთს არ მონიშნე. მაგრამ კარგი ვარიანტი. ტანსაცმელი ვისი იყო? შეყვარებულის. ჩემი დის შეყვარებულის ტანსაცმლით. კარლ ლაგერფილდია შენი დის შეყვარებული. მე ვერ გავიგე კითხვა. სხვა კითხვა არ აი, გაქვს? ნახე და შეყვარებული. ტანსაცმელი. გიო, ტანსაცმელი. გიო. რაღაცა კენიში. შენი დის შეყვარებული. შენ ბავშვნა. მიდი. ამას ეცვა ვიღაც ბიჭის ტანსაცმელი, რომელიც აღმოჩნდა ამის დის შეყვარებული. ეს ეხა მართალია თუ ტყუილი, ვეკაიფოთ. რეებიოთ. ვის მე მეცვა მე. ხო და რეები გეცო. რა მეცვა და ხუდი. და იმ ბიჭის აღმოჩნდა მე მაქვს კითხვა, შენი არ გააკ. ბიჭო, ისტორია იყო ეგეთი რა, დილით რო გავიღვიძე, რომ წავსულიყავი სა. რაც შეხვდა ის ჩაიც. არა, რაც მქონდა გათვლილი, რომ ჩამეცვა ის არ დახვდა რა. გავედი ჩემი დის ოთახში, რომ მეგონა რომ გარეცხილები იქნებოდა იქ. და შევხედე რაღაც ხუთს, მე დავინახე რაღაცა ხუდი. შენი გეგონა და რომ ჩემი ძმის იქნებოდა მინიმუმ მომეწონა, ჩავიცვი. შენ ძმაც ყავს. რანაირ მაიშვილი ხო ხო. რო არავირიოთ ერთი და. ხო და გავედი გარეთ და დავინახე რომ მოდიოდა ჩემი და თავის შეყვარებულთან ერთად. ტიტველი. იმიტომ რომ იმიჯის ტანსაცმელი ამასაც. და ნაჩუქარი ჩემი ხუდი და მე ის ხუდი ჩავიცვი მე. შენი და ნესტანი ესე არის ავტო. ზუსტად ის. ნესტანი ქვია ბიჭო? ხო. ორი სახელი ქვია, ნესტანი და თინათი. რა ქუჩაზე? რაღაცა მეგონი მატრიცაში ვარ მეგობრებო. ახლა გაგეღვიძე. როგორ უნდა რომელი აბიგინა შენ ლურჯი თუ ისა წითელი ეგ თქვი.
რაღაც ახალ შექმნა. მორფიუს ჭანტურიზე. ნესტანის შეყვარებულის ტანსაცმელი გეცვა შენ, როცა გაიცანი ნესტანის შეყვარებული? დიახ. რა რეაქცია ქონდა იმას? იმან რა გითხრა, წყვიტა ეგრე? არა ბიჭო, ანუ ახო აჩუქა. ისე შენ უნდა გეწყვიტა. განსაცმელი რა და რომ შევხვდით ერთმანეთს. აი მივხვდი რომ რაღაცა არ იყო რიგზე, იმიტომ რომ ჩემი დის რეაქციები იყო ესეთი რომ აი ესეთ ესე ჩვენ დროს ბიჭო, რა თქმა ყავით. უნდა. არაფერი დაახლოებით ესე. ერთი თვე გაგზელდა მაგათი ურთიერთობა და დაშორდნენ მე ერთად. ჰუდი დაიწყეს. აი არო სიმართლე ანუ თემა ისეთია რომ შესაძლებელია რომ მომხდარიყო მას, მაგრამ მე ვიტყვი რომ შეუძლებელია. მეც მაგ ჩემი აზრი ვარ ჯერ და მეც რატო დავაფიქსი? გადავაბიოთ მაყავს მარტო. იცო და და გამოვიდა ეს პოილი. მაგრამ ამისი ძმის შეყვარებული რაღაცა ნესტანი ბიჭო. შენ სანდრა ყველაფერი მოფიქრებული მე შემოკლები ნესტონზე უნდა დამეწოდა ნესტონზე იმან ძალიან აუცილებელი. ჩამოინგრა არა ჯერ იქნა მოხდა რამდენი დებმა მოხდა ტკეტა ხელა რაღაც მოიტყუა ჩემი. ეს კითხვა იყო ჩემთვის ურთულესი, იმიტომ რომ აი შენ თავიდან ვერ გაიგე ნათესაობის კავშირზე, აუ ჩემი დედაჩემის ბიძაშვილის შვილი დაქორწინდა და გოგოსთან მიგვით პატიჟეს რა და იქ თამადის გვერდით ამოჩდი და ეხვეწებიო შენო ეხაო ქორწილი იძინებს რა ისა ვიღაცა მოკლასა კავჭო პატარა ვარ რა და აუ ეხაო გითხარიო ვის ვინ არისო რაღაცეებიო და საფეხბურთო 4 ნომერი არის გადამოწვეული დედოფალი. აი საშინელება იყო იქ რა მული და ეგეთი ისენი არ გეს რევია შემიძლია ჩვენ დღემდე მული ისგონია რაღაცა რა არის მული რა არის მული რა არის ხარჭა რა არის მული ბოტასები და კომპიუტერები იყიდება ჩემ კონტენტთან ახლოს თემა არის რა თქვენი საუკეთესო თამაში რომელია შუთერი თქვენთვის საუკეთესო შუთერი რომელია ჩემთვის მაგალითად კაუნტერია ძალიან დიდი ხნის წინ კაუნტერი. ყველა დროის საუკეთესო თამაშად გაჩნია შუთერებში რა გეთახმები იყო. ყველა თამაშებში არის რაღაც კოსმეტიკები რა ზოგანი იარაღის სკინებია ზოგან არის კაუნტერში არის ეს თემა ძალიან წინ წამოწეული თითო кейსის გახსნა ღირს $2.50 გასაღებს ყიდულობს და მე ამ თამაშში დახარჯული მაქვს $40,000 $40,000. ხოჩი აფრე დავწერო ეს ბილდა $64,000 $40,000. გასაგებია მაფიის ახალი სეზონი რატო არ იწყება? ერთ და იგივე აკაუნტზე იყო ეს ყველაფერი ერთზე მხოლოდ ჩემი $40,000. ანუ არ ყიდდი მაგასაც ხო თავისი ღირებულებები აქვს რასაც რაღაცა ამოვიდა მაგის გაყიდვა ხო შეგიძლია რა თქმა და რამდენი გაქვს გაყიდული მაქენა არა მაგ ეგ ციფრი არ ვიცი და აი ამდენი მაქვს თამაში 20,000 დახარჯული გაქვს გაყიდული არ მახსოვს რა რამდენი ალბათ თამაშობ 5-6 წელი 7 წელი წელი რაც ამ ტრანზაქციებს ვაკეთებ დახარჯა ეს არის გვატყუებს არ გვიბლატავები აი გეხო $1,200 რა ანუ ეს ციფრი აინტერესებდა ჩვენ გამომწერებს ყველას რა აქ ვიტყოდი მაგ ციფრს ალბათ კი მაგრამ მაინც მგონია რომ ნახე რატო იტყოდი მე მოგცემ შენ ნახე 4 ნომერი სანამ დააფიქსირებ თავის თავს მე ვიტყვი რომ 40,000 მოგდა ხარჯული აი ხო ვერი შეიძლება გინდა რომ ვარო სიმართლეა და მეხმარები მაგრამ მაინც მგონია რომ ტყუილია ძალიან ბევრია 40,000-ია ჩემი აზრით მარტო კაუნტერისთვის ბევრია არა ზოგადად მარტო იყოს მაგრამ თამაშებიც რო ნაყიდი მაქვს Steam-ზე ეგეც ითვლება ანუ მაგ 40,000-ში აი Tomb Raider-ი მაქვს მანქანა რო იყიდე კიდე არა მივხვდი ახლა რასაც Steam-ს ამბობს ზოგადად და მე რა მაინტერესებს შეიძლება გიო სანამ შენ იტყვი რომ ტყუილია რა აი რა რანკზე იყავი როცა თამაშობდი თამაში არ ვიცი ან პროსტა გევასებოდა კიდო იხდიდა ბიჭო ეგ ხო ეგ ხო არა ნახე pay to win-ი არ არის ეგ რა ხო ძვირს იხდის მანქანაში ეგ თემა ანუ მეგორო მანქანა არ მყავს ოკეი რა გეყოლა ანუ იცი აუ ეპესი რა კალა გესწორე დანაკ მაგარი სიმონი სახატ სალამანდრა ახალი გადო ყავს აი აუ ე ბიჭო რა ტყუილია რა აი თაფაკათი ეს იქნება სიმართლე სიმართლეა მე რაღაცას ვეტყვი გიოს ეს არის სიმართლე
ყველა ამას Honda Fit-ით ყვავს დავეჯახე. და კითხვები უნდა წავიდეს, ხო? ვისი ბრალია? იმისი რა თქმა უნდა. მანქანას ვინ აკეთებს? მანქანას ვინ აკეთებს? მანქანას რა ფერი ყვავი იყო? სხვათა შორის, კაი ბებერი ყვავი იყო, ბოლოები ქონდა ყავისფერი უკვე. ვაჰ. ბახალას დავეჯახე, იმ ბახალაზე წავიდოდი. ყვავს და ეცა დამაყვავი ხوارი. ახლა აყევი 6-იანიდან მაღლას, ვინ იქნება რომელიმეა? კარტი გევასება? ისე რა. დამაყვავი. არა, ეგ ბანკოს კარტებზე არ არის. ანუ ყვავი, ფრინველი ყვავი. 183 წელს მე გადავჭერდი და რგოლები დავითვალე. ვაჰ. რა მიმჭირდა, მომეხმარი. ეხლა სად? სად მიდი და ამ ფიტით მიდიოდი დაახლოებით 160-ით და სადღაც აი კაკაბეთთან რო აი დაღმართი არის ხო? დილის 6 საათი იყო და მივდიოდი. მაგარი ისტორია ფიძე გინდა შავი Honda Fit ვიყიდე ძველი რა და 4 თვე მაჯვა და მაკაჩა რო შავი მანქანა რამ გაყიდი და შავ მანქანას გარეთ სხვა უნდა მე ფიტი ყველაზე მანქანაა და 4 თვეში რა მანქანა იყიდა იცი? შავი Honda Fit. მიყიდეს. ლან თავარი მიყიდეს. ბიჭო, ყავს რა დაიჯახო არის ძალიან რთული რა. ძალიან ჭკვიანი არის ყვავი ხოთა. 160 წლის იყო თან. 180. რასაც რო ყავს ზებრაზე და აუ ზებრას დავაკე ფიტი ეგ რო ყოფილიყო ეგ იაგუარი ვაფშე მაგარი იქნებოდა. ყოველთვის რა მიკვირდა იცი? აი ბავშვობაში ეხა უფრო აღარ რა. გზებზე ჩიტები რომ ხდებოდა მკვდარი რა. როგორ ეჯახებოდნენ? გაიცანი კიდე რა გაქვს ისეთი რას მოგინა მთლიანი ისტორიას მოგიყვები და მე ხო და არასდროს არ დაუჯახები ვართ ჩვენ. ექსპერტით სიგნალის გადაახლების და რუსთავის ბატონი თუ როგორ ჯოლი რა ისტორიას? მთლიანად გეტყვი მაგ ისტორიას თქო რა ძალიან დიდი დილა არის რა სადღაც 5-6 საათი არის დილის და მოვდივარ კახეთიდან თბილისის მიმართულებით სრულიად სარიელი იყო გზები და თავშუფლება მიმეცი რომ ძალიან ჩქარა მევლო რა 400 ლარი დამის და ჩამოსვლა მარტო აქედან ჯარიმებით და სადღაც ჯარიმები ყვავის გასვენ ბუმბულები მაგ რამდენიც გინდა ოღონდ პროსტა ყველა შავი ნახე და ეს რა ქვია ჩქარა მოვდიოდი და ეთყობა იმანოს ვერ გათვალა რომ როდის უნდა აფრენილიყო და 170 წლის ბახალები და ობოლი ის სხვათა შორის ეკვავი რომ დაიბადა Honda არ არსებობდა უეჭველი და თან კაკაბეთელი ყვავი შეიძლება ერეკლემეფეს ცნობდა კაკაბეთი ახსენა ნახე მან ხდება რა ჩაგიჭრა თუ როგორ ანუ მოპედით იყო ვიდეო მოპედით იყო და მართლა იჯდა და ზაზე იჯდა და აფრინდა და მოასწრო აფრინდა საკმარისი შეიძლება ნასვამი იყო მოდი მე ვიტყვი რომ სიმართლეა ანახე მაყურებელს ყავს და ეჯახა ო მართლა სიმართლეა ყველაფერი დასვაჯეს შეიძლება სიმართლე როგორ ყვავი როგორც მოგიყევი ეგრე იყო რა დიდი სიჩქარით მივიდოდი ვიზი არის ყვავის წუხარე სარიელ გზაზე სოსმელი ხარ დღეს წლის და 10 წლის ისე მაგის მერე მაგის მერე დავდივარ სანუ კუ არ მომხდეს თავში ყვავი მაგარი ჩატლაკი ფრინველები არის შეიძლება აიტაცოს და არ დაასკანერო ხელები. არა დავაფარებ. სიცილიის ფინალი იყო ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო პროექტი რა. და ყველაზე დიდი სირთულე, რასაც ვერ წარმოვიდგენდი, იყო მაგიდის წაგება. ეხლა შავ იმაზე გამახსენდა რა. წარმოვიდგინე ეს პატარა არის და ჩვენი მაგიდა არის 3 მეტრანახევარი დიაგონალით, რომელიც არასტანდარტულია რა. პატარა არა, ის დიდი წარმოვიდგინე ეს რომ პატარა, ის დიდი წავაწვით ესეთ სირთულეს, რომ ვერ მიგქონდა ეს მაგიდა რა. და გადამზით კომპანიას ვესაუბრებოდით, რომელმაც 2 დღით ადრე გვითხრა, რომ სამწუხაროდ ვეღარ წავიღებთ. და მოგვიწია ამ მაგიდის ნაწილების ბარგით წაგება. ანუ 3 მეტრანახევარი სიგრძე არის, დიამეტრი, ანუ მაგხელა არის რა.
ძალიან 12 ადამიანი ეტევა. 12 ადამიანი სუფრა რამდენი სტაფმა სუფრა 20 კაცზე იშლება, მაგრამ სათამაშის დროს ერთმანეთს რო არ მიედონდა რაღაც დიდი დისტანცია ჭირდება. ლაშა გელაშვილი, კალატოზი, თელი სტაფი, გადამღებებმა ცოტა გაუჭირდა. ეს მექანიზმი რაც არის, ეგ არის არასტანდარტული რა. და მაგის წაღება მოგვიწია რა. არასტანდარტული რა აქვს? ანუ ჩვეულებრივი მაგით ვერსად ვერ დაამზადებინე რა. ხვდები? ანუ ეგ არ იყიდება არსად. უნდა დაამზადებინო სპეციალურად. გავგი, დამატებითი ბარგი თუ აიღეთ ამ ყველაფრისთვის. რა თქმა უნდა. რამდენ ნახე მაგი და ასე თუ ისე გადავინაწილეთ ყველა ადამიანს 24 კილოგრამი ქონდა და იქ ერთმა ერთი ფეხი ჩადო, მეორე ფეხი გასაგებია, მაგრამ აი მაგიდის ზედაპირზე მაგიდები დავჭერით თანაბარ ნაწილებად. ესე 12 ადამიანი იყავით პლუს გადამღების სტაფი 12 არა 25 ადამიანი 30 ნაწილად. რა მაინტერესებს 25 ადამიანიდან დაახლოებით რა. მეგეთით ახლა თქვენ ადგილას ფეხს წავიღებდი და მე პვხ თუ რაცა იმას იქ ვიყიდი და იგავაკეთე. პვხ არის ძალიან რთული, რომ იქ დროში ვიყავით ხო აი რუსული არ ესმით ამ პვხ-ს რო ეუნები სიჭერტო რა. ყველაზე ანუ ახლა თანაბარი ნაწილები იყო თუ რაღაცა გვალი არის და თანაბრად ზოგი პატარა იჭრება, ზოგი გავიგე ყველას ანუ სხვათა შორის არსებობს ეს შვედური კომპანია IKEA რომელიც ძალიან დიდი ხანია მაგას აკეთებს. ანუ სხვადასხვა დაშვიდით ხო რა? 4 ნაჭრიანი იყო თუ 8 ნაჭრიანი. კი ბატონო, კი ბატონო. აი და იმ კომპანიამ რატო გითხრათ უარი გადაზიდოზე? უარი არა, ვერ მოესწრო. ხდები, რეისები არის, წინასწარ უნდა იცოდე, ჩვენ ძალიან ექსპრომტად მოგვიწია რაღაცეებს გაკეთება. და ფიზიკურად მაგი და უცებ ვეღარ მიქონდა. იქაც ვერ დავამზადებდით, სად დაამზადებ? ციცილიაზე ვის ნახავ იქ? მე ასე მგონია, რომ ბევრად უფრო რაციონალური ხერხები არსებობდა, რომ მაგალითად გვალი მაგე და რაღაცნაირად მაგ ეფექტს მიიღწიათ და უბრალოდ არ გააკეთებდით მაგდენ ვალაკიტას, ანუ იმას რა ბუღალტერიას ბოდიში, მაგას რომ აი ეს მაგი და აღმოჩენილიყო იქ რა. იმიტომ რომ საკმაოდ განვითარებული აქვს, ახლა სიცილია კი კუნძულია, მაგრამ საკმაოდ განვითარებული იქნება იქ რაღაცა home depot-ნაირი რაღაცეები. ხო და რა თქმა უნდა. რო ჩადი, ეგეც მოვიკითხეთ რა. ნახე 24 კაცმა რომ დამატებითი ბარგი იყიდოთ. არა, ყველას ხო აქვს 24 კილოგრამი წასაღები. არა, არ დაუდოვია. ძალიან დიდი შრომა ჭირდება მაგას. მე ვიცი რომ საკმაოდ ძვირი დაგიჯდა თქვენ ეს ეგ მგზავრობა რა, იქ თვითონ ვლოგიც მაგას ამბობდა რომ რაღაცა თითოეული გაშლილი სუფრა იყო. ხო, თითოეული გაშლილი სუფრა, არა, დეტალები არ მახსოვს რა, რაღაცა ის ვაირალ რო გახდა იმის ანგარის რო ანახებ რო ერთი ჭაბა რო დაჭდა ერთი კაუნტერის ფასი კარა. არა, სხვათა შორის ეგ სუფრა დაჭდა 800 евро და აქ ერთ-ერთი ანუ აქ სახინკლეში 5 კაცზე დავხარჯეთ 800 ლარი. იქ 5 კაცს. გასაგები. მე მგონია რომ ძალიან რაციონალური ჭკვიანი ხალხი იყავით წასულები და პლუს მაგას რაღაცა ეგეთი გამოცდილება იქნება და ალბათ მოიფიქრებით რომ იქ ადგილზე რაღაცა გაგერკვიათ. თან ნახე რო გავითვალისწინოთ, ლობი რო გავითვალისწინოთ რა, ნებისმიერ სასტუმროში შეიძლება წააწყდე მსგავსი სახასიათის გვალი ისეთი ფორმა არ არის რაღაც ტრაპეცია არ არის. ესეთი არ არის რა და შეიძლება რომ ყოფილიყო. ამიტომაც აგონია რომ არის ყოილი. გახსოვთ? ჩემითაც ძალიან კარგია თქვენ არ გენდობთ. ძალიან ირაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა და არ ამგონია რომ სიგიჟე ანუ არ ამგონია რომ ეგ გექნათ რა. რომ წაგვეღო დაჭრილი მაგიდა მართლა. ხო ანუ მაგრამ იმდენად ძვირი გვითხრეს რომ აქედან ვიღაცა ტიპს ვინც იტალიელი იქ ცხოვრობდა და ქართული იცოდა იმას დავარეკინეთ იმ ცეხში რომ ცოტა დავაკელით და საბოლოო ჯამში ანუ მაგიდა მოვიდნენ აწყეს იმაზე პატარა იყო ვიდრე აქ გვაქვს მაგრამ არ შეიძლება უშავს კი ბატონო ანუ იქ იყიდეთ და მასალები ისევ წაიღეს ანუ არ დაგიტოვეს არ გვიყიდია მოგაქირავეს თუ საიდუმლო ფასი რა ქონდა მაინტერესებს მე მგონი 1200 евро 1200 евро შენ იტალიაში მაგიდები უნდა დაიწყოს ძალიან საშინელება იყო. ახლა გასიანო ენაცა. აბარა სიტყვის რები. მოკლედ რაჭაში. და გვაქვს ერთი ადამიანი. რას? და მაფია ძაღლს ვათამაშით.
ნებისმიერი კითხვა ბაზა ხელ დამირეკეს Facebook-ით და Facebook-ით წავიყვანე მაფია. იქ მართლა იმა შეკრებილა. ორიო სიმართლეს გელაცო ფათაშორის იტალიური პრაქტიკა არის. მაფია ძაღს როგორ ათამაშით ბიჭო. ხედა ნებისმიერი ფათაშორიდა გაქცა. რა ჯიში იყო? კოკერსპანიელი. კანე კორსო უნდა ყოფილიყო რე. არა, კოკერსპანიელი, კოკერსპანის სახელმწიფო. იტალიური სპორტში რა. მამალი ჩაპა. ჩაპა უფრო ჩაპა ჯოკერს. მამალია. არა, ჩაპა ერთი ჩაპა წამი სახელში დაიწო. ჩიპო მყავდა მე 20 წელი. მამალი მე იყო. რო ავიღვა ხა სად ტელეფონი. რაჭაში. მე რო ავიღვა ხა ტელეფონი, დაურეკო ჩემ მეგობარს. ძაღს რო დაურეკო თუ შეიძლება. მეგობარ ფათიშურია. დაურეკოს არა ძაღლი უპასუხებს. საჭკეცა. ლაშა ლაიშულს რო დაურეკო ჩემ მეგობარს. ლაშა გელაშვილს ვიცნობ. არა, ლაშა ლაიშულს, რომელიც აღარც არის ჩაპა, კოკერსპანიელი და რომელიც ოთამაშია. და ისე ვინ იყო რევი რა რა პოზიცია ქონდა რა მაფიოზი იყო. ბიჭო, გეტყვი. ესე რო აკეთებს. ხო, აი ზუსტად აი ამისთვის რომ ესეთ მოსაყოლად საზოგადოებაში არ ვიცოდი. დასვით ძაღლი და ათამაში. ძაღლი და ვიცოდით რომ ყველა ვიცოდით რომ ძაღლს ჰქონდა პატიოსანი მოქალაქე და ვიზეც ხელს გავუშვიდა და დაყეფავდა ვითომ იმას აგდებდა. ასე ერთობოდი. შები კაი. სტრაიკი რო არის და ფეხზე რო კვეთ. ახალი იდეა ძაღლების მაფიაზე ფიქრობ. ძაღლების მაფია. მან ახალი იდეა. კიდე მოყევია კიდე რომ ცნობილი სურათი რო არის ხო ის კარს რო თამაშობენ ძაღლები. ყველაფერი ჩაოლებია. მე მჯერა უკვე იდეა ყველაფერი ჩაოლებია. და просто ვიზეც ხელს გავუშვიდა თუ დაყეფავდა ვითომ ის იმას ვიღაცა რო არ მოვიდეს ანუ ძაღლი რო დავსო შეიძლება? თუნელად ზაზუ. მან თავარია რომ საყვარელი თუ არის არ გააგდებენ რა. ძაღლზე ხელს ვინაწევს. ვარა კაი იდეა შემოგდა. შენ იცი რამდენ ადამიანს მიეცი ახლა ინსპირაცია? როლექსი მე ახალი სეზონის დასაწყებად ამას ველოდებოდი, რაღაცა მჭირდებოდა. მე მესაც მივეცი. იმას მივეცი ყველგან ეკორსოები და რაჭაში რო ახვედი რა. რაჭაში რო ახვედი, როგორც იქნა სამეგობრო შეიკრიბეთ და კაროჩე მაფიოზობანას დამეშე და გაგაგდეს და ძაღლი თამაშა. შენ უყურებ გვერდი და შორს არ ხარ ძაღლის გაბაგდეს. არა ძაღლა დავაშენ. მე თითქმის გადაწყვეტილი მაქვს. ჩემი აზრით ეს სიმართლეა და ახალი სიტყვა იქნება მაფიის ისტორიაში. და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ ანუ ერთ შენ გონია რომ გადაცემაში. შენ ისეთი თამაში მიყავს რომ ძაღლი შეიძლება ვათამაშოთ? და თქვენი ძალიან ახლოს ვართ თემებით რა და ჩემი თემა არის კერძო სახლში ვცხოვრობ რა და ძალიან დიდი აკვარიუმი მაქვს 900 ლიტრიანი აკვარიუმი მაქვს და თევზებს ვამრავლებ და სახლში როცა ოჯახში გჭირდება თევზი პრობლემა არ არის რა ორაგულის ჯიში ყავს და ყავს კალმახის ჯიში რა და როცა გვინდა ამოვიყვანთ ჭამთ სახლში დიდი აკვარიუმი კედელში საკალმახო ამრავლო საკალმახი არ ქვია რა ორი კითხვა ანუ ამრავლებ და მე ვუღებ თუ რომანტიკულ გარემოსს რას ვუღებ ანუ ამრავლებ და გამრავლებას იღებ და მე თვითონ რომ რაღაცა იტებზე ой აი რა კარგი იდეებს მაწვდის ის სხვადასხვა ფირი თუ კიდე და რამდენად მაინტერესებს ანუ როგორ ამრავლებ სხვათა შორის გამრავლების პროცესი როგორი არის იცი როგორ მრავლდებიან ოც შუქს უქრობ და რომანტიკულად ბაიტი და შამპანური და ეს რამოდენიმე ჯიში გითხარი რა ასევე ყავს დეკორაციული თევზებიც რა და ისინი როგორ მრავლდებიან იცი დეკორატიული თევზები? არ ვიცი. ბევრად უფრო სწრაფად ამას მგონია. არ ვიცი. ანუ ქვირიც დებენ და მამალი კოორდინატებს გიგდებენ მიდი. და ეს ცალკე ანაყოფიერებს, ხო? ხო. მოკლედ, ანუ ერთი 5 წელია თევზი არ გვიყიდია ოჯახში. ხარ. ამოიყვან მარტივად რომ თქვა. ვერიტანული თევზები ოთხიმას აქვს. დიდი ხო? დიღოში ერთგუნა. ხო გითხარ მეზობლები. მოვიდი, ხო, შემიძლია. რისი აკვარიუმი არის? შუშის აკვარიუმია? 900 litrიანი შუში ძალიან დიდი. 900 ლიტრი. ჰა? ძალიან დიდი. ჯერ არა. ჯერ აკვაბელს. აკვაბელს მეძახი. რა საჭმევ? ან თევზის საჭმე საჭმევ თუ ათხოვდებს? იადი, მასრო. ბალე გამრავლდნენ. ვა. ვისი იდეა იყო ეგ მაინტერესებს? არა მე ბავშვობიდან მევასება რა.
თევზაობა გევასებოთ, თევზი გევასებოთ. თევზაობაც, თევზიც მევასება და ბიჭო 900 ლიტრიანი აკვარიუმი. ძალიან დიდი აკვარიუმი, ანუ დიდია და მეტრაზე ამხელა იქნება. თითქმის მეტრაზე. ხო, ანუ გაამრავლო, მაგრამ 3 მეტრი არის სიგრძე და ცოტა ვიწრო იქნება, ხო, გავიქ. 50 სანტიმეტრი სიგრძე. მთელი მუღამი ის არის, რომ სახლში მაქვს. ასე ვთქვათ აკვარიუმი, დიდი, რომელსაც თევზები მყავს გაშვებული თავჭაობა. რა ზომებზეა? გითხარი 3 მეტრა და 50 სანტიმეტრი წიგანი და 70 სანტიმეტრი სიმაღლეა. 900 ლიტრია. 900 ლიტრია ახლა დაახლოებით. 2024-მდე თუ არის განცი. თვალე მაგის პარტოვი. ალბათ არა, მაგრამ შეიძლება ახლა. ბიჭო 880 გამოვიდა. ნახე, მე ისეთი რაღაცა ვიკარგე რომ ამის თამაში ვათამაშე ძაღლს რა გასწრებს. მე მგონია რომ მოდი სიმართლეს ვეთქი. მინდა რომ იყოს სიმართლე, შეიძლება ძალიან ვიხსნება ეს კომერტი. ჩანს ვაკედა, ჩეკნან არის. აკე ამ ექსპერტ დამინახე. გავჭრათ. ყოილია, მაგრამ სახში მართლა მაქვს აკვარიუმი, თევზები ძალიან მიყვარს, უბრალოდ დავჭამ. იცი რა, აღარ მაინტერესებს. მარტო დეკორატიულ თევზებს. შემიძლია დაგპატიჟო საღამოთი რომანტიულად ერთად დავსვდეთ აკვარიუმთან და ვუყუროთ. და ვამრავლებ მართლა რა. საინტერესოა. და YouTube არხიც მაქვს. G2G და თევზები. აი ეს ხუილია. დაუგაჩერე. აი! ოპა! 1 და 1 2 და 1. არ ვიცი რა ანგარიში. ნუ აქ მუღამი ის იყო რომ არ ვჭამ თევზებს რომელიც ძალიან მეშ. შენ თვითონ გაზარდე მაგალითად ხო? ძალიან სასიამოვნო იყო და მადლობა მოწვევისთვის. წარმატებებს გისურვებთ და გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მაუჩენ. ერთი თხოვნა მაქვს. აი ყველა YouTuber-ს რო ჩამოთვლით რა, დაუშვათ 100 YouTuber-ი უნდა შეიკრიბოთ რა. 97 რო იქნებით. ჩვენ ის 3. ახლა შორი ამასაც კოკერ სპანიელი ყავს და მეც. ძაღლის მოწვევას. კი, აკი. თქვენ გიწევთ მაფიაში. შეგვიძლია მაფიაში გიორგი მოვიდეს და იყეფოს. მიდი. აჰა, დაპატიჟებული ხართ? ჯერ გვესტუმრეთ. ცოტა გაუქმე ეს ასეთი ამის გამო ვაკეთებ. მივახციეთ. დავიშალე. G2G და ცუდი მეგობრები შემოსწავლე. არა, G2G თევზები და ცუდი მეგობრები. არა, ცუდი მეგობრები და G2G სადაც იწავიდნენ. ნახე როგორ განაგლდა უს. ეს ადამიანები ორ წუთში ამოგაგდებს ვაფშე ცუდი მეგობრები. პაურჩით მარტო ისე შეშა. ეს არ დამთავრდება. არა, გოგითხარ დაწყება და დაქტორეო მიჭირს ხო. მადლობა გენერალი ფრანკო. მადლობა და მარტო მადლობა და გამოიწერეთ ჩვენი არხი.